მშვიდობის საქართველოს დღეს 14 თებერვალია უყურებთ კურიერს 9 საათზე. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებით რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებში უკრაინა ჩაერთვება. ეს პრეზიდენტმა მას შემდეგ განაცხადა, რაც კიევმა და ევროპელმა მოკავშირეებმა გამოხატეს შეშფოთება ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის ეგრეთ წოდებული ბინძური შეთანხმების შესახებ. ტრამპის თქმით, ეს არის ომი, რომელიც არ დაიწყებოდა თავად რომ ყოფილიყო პრეზიდენტი ბაიდენი არაკომპეტენტურია და როდესაც მან თქვა, რომ უკრაინას შეეძლო ნატოში გაწევრიანება, ეს იყო სისულელე. შტატების მოქმედი პრეზიდენტი აცხადებს, რომ პუტინს კარგად იცნობს და ჯერა რომ მას მშვიდობა სურს. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ასევე დააფიქსირა, რომ მას სურს რუსეთი კვლავ შეუერთდეს დიდ შვიდეულს. ჯგუფიდან მოსკოვის გარეთ სხვა შეცდომად მიაჩნია. საქმე არ ეხება რუსეთის მოწონებას ან არ მოწონებას, ეს იყო ჯირვა. ვფიქრობ, პუტინსაც სურს დაბრუნება, განაცხადა ტრამპმა. შეგახსენებთ, დღეს მიუნხენში ერთმანეთს ამერიკის შეერთებული შტატების და რუსეთის წარმომადგენლები შეხვდებიან კონფერენციაზე მიწვეულია უკრაინაც. მოლაპარაკებებისას ჩვენ უნდა დავაყენოთ უკრაინას საუკეთესო შესაძლო მდგომარეობაში. ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ ნატოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, მოლაპარაკებები წარმატებული იქნება და მნიშვნელოვანია, რომ სამშვიდობო შეთანხმება შედგეს. ნატოს გენერალური მდივნის განცხადებით, ნატოს მოკავშირეებმა სამშვიდობო მოლაპარაკებების შესახებ პრეზიდენტი ტრამპის ინიციატივა გაითვალისწინეს და აღნიშნეს, რომ საჭიროა სასტიკი აგრესიული ომი დაასრულდეს სამართლიანი და ხანგრძლივი გზით. რუტემ ასევე ისაუბრა, რომ ალიანსმა ვალდებულება აიღო მისცეს უკრაინას ნატოს წევრობა მომავალში, თუმცა არასოდეს დაპირებია, რომ ეს რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების პირობით მოხდება. ჩვენ ზურგს უკან მიღწეული შეთანხმება უბრალოდ არ იმუშავებს. ნებისმიერი გარიგებისთვის გვჭირდება ევროპელები და უკრაინელები. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხზე საუბრისას კალასმა აღნიშნა, რომ არაფერი უნდა გამოირიცხოს მოლაპარაკებების დაწყებამდე, რადგან ეს რუსეთს არგებს. ჩვენ ზურგს უკან მიღწეული შეთანხმება უბრალოდ არ იმუშავებს. ნებისმიერი გარიგებისთვის გვჭირდება ევროპელები და უკრაინელები. ნატოში წევრობა უსაფრთხოების ყველაზე ძლიერი გარანტია, რომელიც არსებობს და რეალურად ეს ყველაზე იაფი გარანტიაც არის. თუ ვამბობთ, რომ ნატოში წევრობა არ იქნება, მაგრამ რაიმე სხვა უსაფრთხოების გარანტიები იქნება, მაშინ ყველამ უნდა დავსვათ კითხვა, რა არის ეს უსაფრთხოების გარანტიები რეალურად. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ არაფერი არ უნდა გამოვრიცხოთ, სანამ მოლაპარაკებები არც კი დაწყებულა. ვინაიდან ეს რუსეთს არგებს და მათ ეს სურთ. რატომ ვაძლევთ მათ ყველაფერს, რაც სურთ, სანამ მოლაპარაკებები არც კი დაწყებულა. ეს დაშოშმინება ამას არასდროს გაუმართლებია. ასე რომ კარგათაც არ ჩანს, თუ ვინმე რაიმეზე თანხდება, ყველა დანარჩენი ამბობს. კარგი, შენ შეთანხმდი, მაგრამ ჩვენ ამას არ გავყვებით. უკრაინელები წინააღმდეგობას გაწევენ და ჩვენ მხარს დავუჭერთ მათ. გერმანიის კანცლერის განცხადებით, უკრაინის შესახებ გადაწყვეტილებები უკრაინელების გარეშე არ უნდა იქნას მიღებული ისევე, როგორც ევროპაზე ევროპელების გარეშე. ეს არის მოცემულობა, რომელზეც ევროპაში ყველა პარტნიორი თანხმდება. შოლცმა ასევე აღნიშნა, რომ მშვიდობა გრძელვადიან პერსპექტივაში უნდა გაგრძელდეს და უზრუნველყოფილი იყოს უკრაინის სუვერენიტეტი. უკრაინის, ევროპისა და შტატების სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის გაერთიანების აუცილებლობის შესახებ X-ის საკუთარ გვერდზე წერს პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი. უკრაინის პრეზიდენტთან, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, გერმანიის კანცლერთან, შვედეთის პრემიერ-მინისტრთან და გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის ლიდერთან ჩემი სატელეფონო ზარების შემდეგ ზამნილი ცხადია. უკრაინა, ევროპა და შეერთებული შტატები ბოლომდე უნდა გაერთიანდნენ და ჩაერთონ სამშვიდობო მოლაპარაკებებში. ვკითხულობთ ტუსკის პოსტში. რუსეთის განცხადებით, უკრაინა რა თქმა უნდა ჩაერთვება მოლაპარაკებებში ომის დასრულებისთვის, თუმცა მოლაპარაკებებში ცალკე იქნება ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის მიმართულება. ამის შესახებ კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. მისივე თქმით, ვლადიმერ პუტინსა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრის მოწყობას შესაძლოა რამდენიმე თვე დასჭირდეს, რომელიც სავარაუდოდ საუდის არაბეთის დედაქალაქში შედგება.
უკრაინის პრეზიდენტი არ აღიარებს მოსკოვისა და ვაშინგტონის ორმხრივ სამშვიდობო შეთანხმებას კიევის ჩართულობის გარეშე. ვოლოდიმირ ზელენსკი ასევე მოუწოდებს ევროპას ჰქონდეს ადგილი ომის დასრულების მოლაპარაკებების მაგიდასთან. ასევე გავაფრთხილე მსოფლიო ლიდერები არ ენდონ პუტინის განცხადებებს ომის დასრულების შესახებ მზადყოფნასთან დაკავშირებით დაწერა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. სამშვიდობო მოლაპარაკებებზე საუბრის დაწყების მიუხედავად უკრაინაში ომი გრძელდება საჰაერო განგაში ღამით რამდენიმე ოლქში, მათ შორის კიევში ბალისტიკური რაკეტების და დრონების საფრთხის გამო ჩაერთო. დაიბომბა სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებები. უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში ფრონტზე სულ 107 საბრძოლო შეტაკება განხორციელდა. ევროპარლამენტის მიერ 400 ხმით მიღებულ რიგით მე-6 რეზოლუციაზე საქართველოსთან დაკავშირებით შეფასებები კეთდება პოლიტიკურ სპექტრში. ოპოზიციაში ამბობენ, რომ რეზოლუცია მძიმე შედეგებს მოიტანს როგორც ეკონომიკური, ასევე ვიზა ლიბერალიზაციის კუთხით. მმართველ გუნდში კი ევროპარლამენტის მორიგ რეზოლუციას ქართულ სახელმწიფოზე თავდასხმა დაფასებენ. უმრავლესობის წევრების თქმით, აღნიშნულს სამართლებრივი ძალა არ აქვს. სამწუხაროდ ასეთ იზოლაციონისტურ პოლიტიკას თუ მისი გაღრმავება მოხდება კრიზისი, მოხდება ყველანაირი ევროპული სიკეთის და პროექტების შეჩერება, მათ შორის ეს გამოიწვევს ეკონომიკურ კრიზისაც, რაც ძალიან მძიმედ დააწვება ქართულ მოსახლეობას. ამ რეზოლუციის ფასი ჩვენთვის არის 0 ფაქტობრივად, იმიტომ რომ ისევ როგორც წინა რეზოლუციებს არ მოყოლია არანაირი პრაქტიკული შედეგი, ასევე იმედოვნებ ჩვენ რომ არც ამ რეზოლუციას მოყვება რაიმე შედეგი ჩვენთან მიმართებაში, თუმცა რა თქმა უნდა, გულდასაწყვეტია რომ ევროპარლამენტარები თვლიან, რომ მათი გადასაწყვეტია ქვეყანაში არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხი, მათი გადასაწყვეტია არჩევნების დანიშვნის საკითხი. სამწუხაროა, რომ ევროკავშირში ჯერ კიდევ გძლავრია გარე გავლენები და ჩარევები, რომლებიც ხორციელდება ჩვენ ქვეყანასთან მიმართებაში. ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას ეხმაურება საქართველოს ეროვნული ბანკი. სებმა ევროპარლამენტის მოწოდება, რომ სანქციები დაეკისროს საქართველოს ეროვნული ბანკის მოქმედ პრეზიდენტს ქვეყნის დამოუკიდებელ საფინანსო რეგულატორზე პოლიტიკური ზეწოლის კლასიკურ მაგალითად შეაფასა, რომლის უკან გარკვეული ადგილობრივი პოლიტიკური ძალები დგანან. სამწუხაროა, რომ ეს ძალები სუბიექტური პოლიტიკური ინტერესების მიღწევის მიზნით ცდილობენ საფრთხე შეუქმნან ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასა და საფინანსო სექტორის სტაბილურობას. აღნიშნული მიზნების მიღწევად სამწუხაროდ გამოიყენეს ევროპარლამენტის პლატფორმა წერია ეროვნული ბანკის განცხადებაში. ნაციონალური მოძრაობის სახელმწიფო საქმიანობასთან დაკავშირებით პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობა აქტიურ ფაზაში შედის. მთავრობის ოპონენტები ხელისუფლებას არალეგიტიმურს უწოდებენ და გამოძიების მცდელობას კვლავ არ ეთანხმებიან. მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ აუცილებელია ნაცმოძრაობის მმართველობის პერიოდი სამართლებრივად შეფასდეს. 10 ადგილიან კომისიაში ამ ეტაპზე მხოლოდ 8 წევრია პარტია გახარიების წევრები, ვისაც კომისიაში ჩართვის უფლება აქვს. პროცესში მონაწილეობაზე კვლავ უარს აცხადებენ. დროებითი საგამოძიებო კომისია 3 თვის განმავლობაში იმუშავებს. ამ კომისიასთან დაკავშირებით პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ, რომ ის არის შექმნილი არალეგიტიმური პარლამენტის მიერ, დაკომპლექტებულია ყოველად გაუგონარი წევრებით. ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც სამართლიანობასთან არავითარი კავშირი არ აქვთ. ეს არის პოლიტიკური მართლმსაჯულების ნათელი მაგალითი, რომლის მთავარი მიზანიც არის 2008 წლის ჰააგის გადაწყვეტილების რევიზირება, რომ თითქოს საქართველომ დააშავა იმ ომში და თითქოს ჩვენ ვიყავით აგრესორები. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენოთ იმის შესახებ, თუ რაოდენ დიდ ბოროტებასთან მქონდა საქმე აღნიშნული რეჟიმის პირობებში, როგორ ხდებოდა ადამიანების წამება, ბიზნესის რეკეტი, როგორ მოხდა ის, რომ 2008 წლის ომის, ასე ვთქვათ, დაწყება და სამხედრო დანაშაული პრაქტიკულად ბრალდებოდა ქართულ სამხედროებს. ეს იქნება ძალიან კომპლექსური სამუშაო, რომელსაც განახორციელებს დროებითი საგამოძიებო კომისია. საბოტაჟი და მტრული საქმიანობა ქვეყნის წინააღმდეგ პროკურატურაში ერთიანი ნეიტრალური საქართველოს მიმართვის საფუძველზე გამოძიებას პოლიტიკურ სპექტრში აფასებენ. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ გამოძიებას ხელისუფლება ოპონენტებზე პოლიტიკური ანგარიშწორებისთვის იყენებს. მმართველი გუნდის განცხადებით კი საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ შესაძლო მოქმედებები სათანადოდ უნდა იქნას გამოძიებული. შეგახსენებთ, პროკურატურამ საბოტაჟისა და მტრულ საქმიანობაში დახმარების საქმეზე გამოძიება 8 თებერვალს დაიწყო. გამომძიებლის შეკითხვებს
პასუხებს საჩივრის 3 ავტორმა უკვე უპასუხა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ის 10-მდე თუ 8-მდე საქმე დაასრულოს სახელმწიფო გადატრიალების მუხლით დაწყებული, რომელიც წლებია გვესმის, მათ შორის გიორგი გახარიაზე რო გაკეთდა განცხადებები თავის დროზე სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაზე და ამ მიმართულებით თითქოს რომ გამოძიება დაიწყო და მერე ვისაუბროთ საერთოდ რა პროკურატურის ობიექტურ გამოძიებაზე შეიძლება გქონდეს საუბარი ქვეყანაში, სადაც ესეთი ტიპის საქმეებს გძრავენ პოლიტიკური სარჩულით მხოლოდ. ძალიან დიდი ინტერესით დავაკვირდებით და დავაკვირდებით იმ გამოძიებას, რომელიც მიმდინარეობს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება საბოტაჟის მცდელობას და ჩვენ ქვეყანაში არეულობის შემოტანის მცდელობას, რიგ მუხლებთან დაკავშირებით კეთდება განცხადებები, რომლებიც პირდაპირ სახელმწიფო უსაფრთხოების თუ სახელმწიფო ინტერესის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებების შესაძლებელია რომ არსებობდეს სახეზე და უნიშნელოვანესია, რა თქმა უნდა, როდესაც ასეთ გარემოებებზე ხდება საუბარი, ბოლომდე იყოს მიყვანილი გამოძიება. ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორს კარიმ ხანს სანქციები დაუწესა. ყველა აქტივი, რომელსაც ფლობს პროკურორი, გაყინულია და მას ქვეყანაში შესვლა ეკრძალება. სანქციებს ხელი დონალდ ტრამპმა გასულ კვირას მოაწერა. შეგახსენებთ, კარიმ ხანს გაცემული აქვს ისრაელის პრემიერ-მინისტრის და თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ასევე რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერები. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ნეტს დაფინანსება შეუჩერა. სახაზინო დეპარტამენტმა უარი განაცხადა თანხების გაცემაზე. დემოკრატიის ეროვნულ ფონდში აცხადებენ, რომ გადაწყვეტილების ფონზე ვერ გადაიხდიან ხელფასებს და ვერ დაფარავენ მთავარ ხარჯებს. შეგახსენებთ, ფონდი 1993 წელს ორპარტიული მხარდაჭერით და ასევე პრეზიდენტ რონალდ რეიგანის მხარდაჭერით შეიქმნა. ცივი ომის შემდეგ ფონდმა გააფართოვა თავისი მისია და გრანტები გასცა პროდემოკრატიული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ირანში, ჩინეთში, ვენესუელასა და კუბაში. ასეთი იყო ახალი ამბები ამ დროისთვის. სხვა სიახლეებს შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს ვებგვერდზე.